დღევანდელ ვიდეოში ქართული ბრენდი უნდა გაგაცნოთ, რომელიც ეხლახანს აღმოვაჩინეთ. ბრენდის შავი კატა სინამდვილეში 10 წელზე მეტია თურმე ემსახურება თავის ერთგულ მომხმარეს. რას ვაკვირდები ახალი მაღაზიის გაცნობისას? პირველ რიგში ეს არის სივრცის შიდა ატმოსფერო და ენერგეტიკა როგორია. შემდეგ გადავდივარ ტანსაცმელზე და ვაფასებ პატარა დეტალებს, მათი შესრულების ხარისხს, ზოგადად თარგისა და სტრუქტურის დგომას და რასაკვირველია ქსოვილის ხარისხს. უკვე შემდეგ იწყება მორგება. ყოველთვის, როდესაც ვაწყობ ლუქს ახალი ერთეულებით, თავში მაქვს ფიქრი, რას იგრძნობს ქალი ამ ტანსაცმლის ჩაცმისას. რამდენად იქნება ეს ერთეული პრაქტიკული ჩვენს ყოველდღიურობაში? რამდენად გაუძლებს დროს, ანუ დიდხანს ექნება მას აქტუალური შეხედულება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად გამორჩეული ვიქნებით ამ სამოსით. ხანდახან ხდება ხოლმე, რომ ორიგინალური დიზაინერული გადაწყვეტილებები ქალის მხრიდან სითამამეს მოითხოვს. სადოს მოირგოს რაღაც განსხვავებული. რაც მოდიგულ წრეები ვიყოთ და ვთქვათ, რომ ბევრი ქალბატონისთვის არის გამოწვევა. უკითხავთ, რატომ უჭერ მხარს ქართულ დიზაინერებს, გარდა პატრიოტული მოსაზრებისა? რა თქმა უნდა, აქ მთავარი ერთი პრინციპია. ასეთ ბრენდებში ჩვენ ცხადად დავინახავთ მეტ ინდივიდუალიზმს და დიზაინერულ ხედვას. აქ ნაკლებად ნახავთ გამეფებულ ტრენდებს, რომელიც სწრაფწარმავალია. სადაც რომ დავუკვირდეთ, რას ნიშნავს მოდა. ეგრეთ წოდებული ფეშენი. ჩემი მოსაზრებით ეს არ არის მალეცვლადი ტენდენციები, არამედ ეს არის რაღაც შინაგანი განწყობა, შინაგანი ვაიბი, რომელიც შეიძლება ვიზუალურად არ ჩანს, მაგრამ აუცილებლად შესამჩნევია. სულ ეს არის, რისი ჩვენებაც მოვასწარი დღეს. ადგილზე ტანსაცმელთან ერთად დამხვდა პატარა ბრენდული სუვენირების სასაჩუქრე იდეები. ძალიან მაინტერესებს, რომელი ჩაცმულობა მოგეწონათ და მოვიდა თანხვედრაში თქვენს შინაგან ენერგიასთან, აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარში, გელოდებით.